მე ვარ ფერმერი კახა ბატიაშვილი, მაქვს მეურნეობა ჩემს ძმასთან ერთად, რომელსაც დავარქვით მეტეო. ვცდილობთ შევქმნათ უკეთესი ხარისხის მოსავალი და დავანერგოთ რაღაც სიახლეები ლაგოდეხში ყოველ შემთხვევაში, რომელიც გამოადგება ნებისმიერ ფერმერს იმისთვის, რომ მოიყვანოს უკეთესი მოსავალი და მიიღოს მეტი მოგება. მეტეოს მოყავს სხვადასხვა კულტურები, მაგალითად ტკბილი წიწაკა, წარე წიწაკა, ასევე კიტრი, ნესვი, ზოგ შემთხვევაში საზამთროც, სალათები დიდი რაოდენობით, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ჩვეულებრივი კომბოსტოც გააჩნია სეზონს. ვცდილობთ მოსავალი იმის მიხედვით მოვიყვანოთ და კულტურა რა სეზონი მოდის და რაზე ვფიქრობთ, რომ ექნება უკეთესი ფასები და ვახდენთ მის ჩანაცვლებას სხვადასხვა სათბურებში და ღია საველე პირობებშიც. მთლიანობაში გვაქვს დაახლოებით 3 ჰექტარამდე მეურნეობა. პროდუქცია, რომელსაც ვყიდით, არის ძალიან მაღალი ხარისხის. სალათის ფურცელი, რომელსაც ჩვენ ვყიდით ბაზრებზე, ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს და პატივისცემით, იმიტომ რომ თითოეული შეფუთვა აუცილებლად იქნება უმაღლესი ხარისხით სალათით დაკომპლექტებული, რაც იციან გამყიდველებმაც და კლიენტებმაც, რომლისთვისაც, რა თქმა უნდა, ხარისხი მნიშვნელოვანია. მულჩს, რომელსაც ვიყენებთ მოსავლის მოსაყვანად, უკან ვიღებთ მიწიდან. ვცდილობთ ძალიან, რაც შეიძლება მაქსიმალურად ამოვიღოთ. 95%-ს მაინც ვიღებთ. ასევე, როდესაც მცენარეებს ვსრგავთ, ხშირად გვინახავს მცენარის ფესვები მთლიანად ეხვევა პლასტირში. და მცენარეს უჭირს განვითარება, ზრდა და წლების განმავლობაში და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ერთ სეზონზე შეიძლება ერთ და იგივე მიწაზე 10-ჯერ დავფინოთ ცელოფანი. ყოველწლიურად ეს რაოდენობა იმდენად ბევრი გახდება თუ არ ამოიღე, რომ იქ უბრალოდ ნიადაგი აღარ დარჩება და სრულად პლასტიკურ ცელოფანში მოგიწევს მოსავლის მოყვანა და ეს არ მოგცემს არც ხარისხს და საერთოდ ალბათ მოსავალიც არ მოვა. ამიტომ ვცდილობთ ეს ამოვიღოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ენერგები პლასტიკური ნარჩენებისგან, რომელიც ხშირად ხდება მიწაში. სამომავლოდ პლასტიკური მულჩის ჩანაცვლება გვინდა ნამჯის მულჩით, რომელიც იქნება უფრო ორგანული, ბუნებრივი მიწისთვის. არ დაგვჭირდება მისი გამოტანა, ხარისხს უკეთესად ასწევს, კარგად ჩაიხუნება, დაიფრეზება მიწისთვის, ეს არის უკეთესი იმის გამო, რომ იქნება ორგანული ნივთიერებები დამატებული და ფაქტობრივად ეს არ იქნება ხარჯის გაღება მოსავლის მოსაყვანად. ეს არის ბუნებრივი სასუქი იმისთვის, რომ მოვიყვანოთ უკეთესი მოსავალი. ვცდილობთ, რომ ისეთი მეურნეობა შევქმნათ, რომელიც ხარისხის ფონზე ეცდება მოგება გაზარდოს. ვცდილობთ ისეთი მეთოდებით, ისეთი ხარისხით ვიმუშაოთ, რომ თითოეულმა გლეხმა, ვისაც უნდა რომ რაღაც პატარა ცვლილება მოახდინოს თავის ცხოვრებაში ამ საქმით, საკმაოდ დიდი მოგება ნახოს და ყველაფერი გახდეს მისთვის უფრო საინტერესო.